გავაგზავნოთ ჩვენი თამაშის ჩვენი მეშვიდე სერიის გადაღება ჩვენი ლორდით, ჩვენი ფილმ მარკუს მამულის ლორდით. მართველი სახლი გოიკა რაღაცა ესეთი. კანცლერი ყოლტასანიშნი წინა სერიიდან. კიდე ვიღაცები ტიტულები და თანამდებობები უნდა გადავანაწილოთ. ყველას გისურვებთ სასიამოვნო ყურებას და იმედია ისიამოვნებთ და მეც მაქსიმალურად შევეცდები რომ გასიამოვნოთ და ისეთი კარგი სერია გამომივიდეს რომ ვაფშე ასად რა ყოფილებს გავსი და ეცილოთ ამათ კიდე ძალიან მეტად აქტივსევნატირები ხა რა გავაგზავნოთ ჩვენ აქ რა ხდება კიდევ სეგენერაცია ძალების აღსადგენი ამას არ დავუშვებ ცოცხალი თავით ესეც ვერ დამართია კაი ამბავი აი ჩემი რა არის ეს არის ჩემი ნაკესენია შემდეგ თავისი გზით ჩვენ გავაგზავნოთ როგორი კუდია ხურია თავზე ჩემს შვილს ესეთი წული რომ უყანო ეხლა ვითომ რა ასე რა ფერი მეომარი და რა ესე ძალიან სიგავაჩარლიჩე ვინ არის ეს აი სადაც კასპიის ზღვის იქიდან საკმაოდ შორიდან მოუწევთ ხოლმე ბრძოლაში რომ დამეხმარონ წამოსვლით ხო? ეგრევე თვითონ დამოდაჭირდა აქეთ დახმარება ჯერჯერობით. მოსანტა რაღაცები ხდება. ესე ამას დავუშვით საჭირო არის ჩვენი ძმები ჩვენი ყველა აი ნაწილი ძლიერო ფეოდალებმაც დამიჭირეს მხარი მოუწოდოთ რომ ძირითად არმიას შეუერთდნენ ამდენი არიან ხედავთ ამდენიდან რა მრავალრიცხოვანი უკვე დამდგარა ყველა რა მის ტერიტორიაზე ესეთი ხომალდებით მოდიან ხოლმე თავგადასავლების მაძიებელი ტიპები რომლებსაც ახალი მიწების ხელში ჩაგდება უნდაც და ასე შემდეგ ავანტიურისტები და ეხლა ავანტიურისტის მეტი მასით რაღაცას ვინ გააკეთებს ხო? შტერის მეტი და ავანტიურისტის მეტი
10,000 მილიონი შევკარგე. ხო, პატარა კონსოლზე გადავიდეთ ხა. აი ესე. ამდენი დრო არ მაქვს. Tak. ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთალავი ფერით. მისგან ასყული ხელმწიფე ძალითა მეცნიერით. აი ესეთი რაღაცა დღეს ძველი ქართული ოქროს ხანის დროინდელი ლიტერატურის ციტირების ხასიათზე მოვედით და არ გაგიკვირდეთ. ესეთი რაღაცა. ეს ტერიტორია რაც უკან წამართვეს ეხა. აიღო ნაწილი ზოლის პროცენტზე როგორ აისახა ზუსტად იმ ტერიტორიისთვის, რისთვისაც მიდის ბრძოლა, უნდა ეცადოთ რომ ის მაქსიმალურად დაიკავოთ და გაამაგროთ ერთ სიტყვით რა. ესე აგზელებს ისევის იმას. მაგრამ ესე დაეწვა ხელი. ესე რომ ასურია დარმია არის დარჩენილი საგლების გარეშე. დიდი ხანია თქო უნდა ესე ვერ ვიბრძოლებთ ახლა ჩვენ. საწავიდა ხე ახლა დავამარცხოთ ესევე 93 ეს დაუკავებია ნამდვილ კიდე უშუსტრია რა უზრუნია ახლა ეს გაათავისუფლებენ ჩვენ ისე მან მოვდივართ. უყიასი. ჩემმა მოკავშირე. იაქვია რომელი ხანია თუ რომელი ის არის? სურუ, ხაკანის სურუ. აიღო ეს ტერიტორიას და გახადა 100%. ეხლა ეს ნაწილი მიწების დავიკავოთ, გავაგზავნოთ ამ ჯერჯერობით. სანამ ბოლომდე დავასუსტებთ, არ დავანებოთ თავი. ესე. იდეო. მოკლედ დანიის ტერიტორიები გავათახსირე რა, რასაც ქვია. უპეტუპე. გავუკეთე ყველაფერი გაა. ესეც მოდის თავისი 800 მეობრით. ასყვები ცებზვია პრინციპში ხამს. აი აქეთ არის კიდე ამის მიწები ნაწილი რაღაც. აი გვეყოფარა. ჩვენი რესურსი ხარჯება მოგზოლებშიც. ეხლა შევიერთეთ აი ესე ლამაზ ნარნარად შვიდად სრულიად და 10 ესე იგი ნიშნავს იმას რომ მიწების რაღაც ნაწილი უნდა ეს ლიმიტი ამ მიწების აღარ მეყოფა ყველაფერს
აქვს საზღვარი და მე გადავაჭარბე ჩემ ლიმიტს. Nice. ერთი ტაძარიც მივცეთ კიდევ ვიღაც სამოწელს. ვინმე სუსტს. ისეც. ყველა იმის ადგილის ტერიტორიის ერთი იმის ქვეშ კონცენტრაცია და თავმოყრა იქნება არასწორი. ციხეში თუ არის ისინი და თითოეულ და გავუშვათ საერთოდ თქვენ უნდა გავაძეოთ ესეც ხა ჩემი არმიის გამოწვევას აღარ ვაპირებ. ესენი იყვნენ და გაიზარდოს. ვიბრძოლებ. ძირითადად ვიბრძოლებ ხოლმე ამის მერე გამოცხადებულ ბრძოლებში იმით. ეს პატარა მოწის გულისთვის. რაღაც დიდი დაპყრობები. მინდა რა ეს იყოს დიდი საშინელი. ვიბრძოლებ მარტო გვარდიის და ჩემი ვასალების და ასევე ჩემი მოკავშირეების ჯარებით. ანუ ამს რეგულარული არმიის ნაწილს აღარ დავაყენებ ფეხს. საკმარისი იქნება ის სადაც აღარ უნდა დამჭირდეს. ხელ არმიებია ხოლმე. ნახე, აი რამდენი. როდესაც ვასალებთან კარგი დამოკიდებულება გქრას ნიშნავს, ხედავთ? ეხლა შეიძლება 25,000-მდე არმია. მოკლედ ამათ უკვე გარჩევით უგებ რა. ჩრდილოელ ვიკინგებს. მეხა მოდი ეგ.
4000 პლუს 3000. ამათაც საკმაოდ დიდი არმიები შეკრეს. შეიძლება ითქვას. მაგრამ მოცემულ შემთხვევაშიც ჩემი რიცხობრივი უპირატესობა არის საკმაოდ დიდი. თვალსაჩინო მე ვიტყოდი იდეო და რა ვიცი. სხვა ბევრი რამ. აი ესე მემოხიხლა. ძალიან დიდი მინუსი, მაგრამ მაინც ვგებ. აი ესე მოვიდე. ნახე ისე უნდა გადმოვიდეთ აქეთ. სადაც დამემატება კიდე ნახეთ არის არმიებია, რომელიც ჩემია რა. რომელიც მაძლევს საშუალებას იერიში თავიღო რიგი ქალაქების ნაწილისა. რა ხდება აქ ხა? მოდი. დავეტაკოთ. ესენი არ არჩევთ, ხო. ხა ჩავიდეთ აი ესე ის ავიღოთ ჯერ კიდე და ს 10,000 არის ხო ვიძახდი ზუსტად ესე ვიძახდი რომ ფიქრობდი მე პირადად ამათაც ხვავები ხوار ეხმარებიან თქო ისე რა ისე მაინტერესებს არა ახლა ჩამოვყვეთ ისევ სამხრეთით მოდი დამეჯახე გინდა ომი ვიომოთ ძალების შეკრებაც კი ვერ მოახერხეს ხეირიანად რომლებიც ეხმარებოდნენ იმ ძალების ერთად კონსოლიდირება და ერთად იარაღის ქვეშ დაყენება რა ფაქტიურად ესე გამრა დანარჩენი ჩემი მოკავშირეები აქეთ აძრობენ ხოლმე სახეს აი ესე არიან განაწილებულები მთლიან ფრონტის ხაზზე შეიძლება ითქვას რა სამ ძირითადი ერთეულებით მე ამათ სახეს ვაძრობ აქ ისინი იქით არ აძლევენ საშუალებას რომ პარტიზანული ბრძოლა გაიშალოს ამიტომ არის კარგი ამ თამაში, როდესაც ყავს ბევრი მოკავშირე. და პოლიც მოდის ჩემს ხაზინაში, ხომ ამის შედეგად. თქო უნდა ომი არის ჩემთვის გამდიდრების ერთ-ერთი თვალსაჩინო საშუალება. უკვე 100, მაგრამ გავაგზელოთ. ეს მიწები რაც უფრო ყოველთვის დამარცხებული იქნება, აოხრებული და დასუსტებული სუსტი ძალებით. სუსტი სამხედრო რესურსით. ყოველთვის იქნება ეს ჩემთვის უკეთესი, რადგან ყოველთვის შემიძლია გამოაცხადო ბრძოლა ძალიან იოლად მოუგო. იდეაში აიღეს ხა ეს ომი იყო და იმიტომ და დამახერა პროცენტი. მე გარაფერი არ არის ჩვენ ისე ჩამოვალთ და ისე მივხედავთ. ოღონდ დიდი ხანი ესე გაწელილი ომითაც შეიძლება რომ ჩვენი რესურსიც ისე გამოილიოს, ამ შემთხვევაში ციფრთხილია ხოლმე საჭირო. საერთოდ შეწინააღმდეგების თავი აღარ ქონდეს ჩვენ მე სხვა ძალა გარეშე ძალის მიმართ. ეგ უკეთესად თვალისწინებელი არის ხოლმე. რომ იყო ესე გავაგზელე ერთხელ ომი და მე ისეთი ვიღაცა დამესხა თავს და ისე სწრაფად დამამარცხა რომ ვიცი ამეტირა ეხა ის დიაში ესენი არიან დაკავებულები აი ამ თავისი ტერიტორიების გათავისუფლებით რომლებიც მე დავიკავე ხო ნამდვილად
გამაცდილებს კიდევ უპირობოდ დავამარცხებ ერთხელ აი აქ მამათი ცენტრი სადაა ხარ გადასული აგე იქით უფრო პრინციპში აქ ჩემი რესურსი არ იხარჯება ფული პლუსში მაქვს და ვიომო ეხა ჩემი რაღა მიდის ხო ასევე არასასურველ ვასალებს რომლებსაც გენერლებად ნიშნა ვიშორებ თავიდან ესე მაწყობს ნამდვილად მოკლედ ნორვეგია, შვეიცარია, დანია დავაჩოქით ჩემი იარაღის ძალის ქვეშ. შეიძლება ითქვას. ამის დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი. აი აქ იყო ადამიანებაცა. საით გადავიდა. Victoria. Let's go. გამაგრებული ქალაქი იყო ნამდვილად. პირდაპირ იერიშში ვსწავლანებით ხაცოდა ხან თავი. მესაც აიაკვლევს რომ ესე იგი ძალები მემატება. ხდება რეგენერაცია იმის არმიის. მაგრამ მაინც აი აქ ნახეთ ესენა აქა ეს ადგილიც დავდაშქროს. დავძარცვა ავანადგურო. პირდაპირ ჯერეს მერეის ასე შემდეგ.
საკმაოდ მძიმე ომს ვაწარმოებ. დანაკარგებით საკმაოდ დიდი ავღანთ არა ჩემი ხარჯი. ამ შემთხვევაში ძირითადად ზარალდებიან ჩვენი ვასალები და შესაბამისად შეიძლება რომ უკმაყოფილებაც გაიზარდოს ხოლმე. ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ეხლა სულ ვიბრძვით დაახლოებით ვასალების ხარჯზე და ამათი რესურსის ხარჯზე დანარჩენი ჯარი აგერ ჩემი შეივსო უბრალოდ. და ძალიან აღარ გავწეროთ ეხლა დავასრულოთ ეს ომიც. აღარ არის ნამდვილად ეხლა საჭირო. ორი ამათი ძალები აი ესე იზრდება ნელ-ნელა. არ არის ეხლა მიზანშეწონილი. რომ 100% გვიკავია იმის საფუძველზე რომ მაინც ეს ძალიან ბევრი ტერიტორია მოხდა დაკავებული და რა ვიცი. ავიღოთ დედაქალაქიც ფაქტიურად დოსიო დავანებოთ რა თავი. რაღაცა ორ ტერიტორია გაათავისუფლეს, მაგრამ აზრი არ აქვს. აი ამათ დავწყოთ ახლა. დაუბრუნდეთ უკან და მოვუღოთ კიდე ერთი ბრძოლა. 2000 მეომარი ყავ 1100 თუ რაღაცა ამათ. თავისუფლად მოვუღოთ კიდე ერთხელ. აი ეს. და მოჩება ვამთავროთ ეს ომი. ამათ ხარისაც საკმაოდ ბევრი ყოფილა. ამის გულისთვის ჭამდით ერთმანეთს. 28%. ციხე გაივსო. ათივრებით გაივსო. პრინციპში ეს გადავცე ხა. ესე. ახლა უკვე ვინარვა. ესედაც ფული მოცა რომ მიდამეწყო. ვისთან დავისად რატო? და რა გასაოცარ კიდე რაღაც ბრძოლაში ჩავითრიეს. აი დავამაცხოთ პარემესაც ახლა ჩემი რაღა მიდის. ჩავიდეს და უბრალოდ დავამარცხოთ. ადრე ეზარებოდათ იმ ბრძოლაში კიდე ომის გაგრძელება ახლა ისევ სულ ყველა წამოყვა. ესე. სადაც აქ შევკრებავ და მემატებო და ამას გავაზრობ სახეს. ნაგი. აუცილებლად მოხდება ეგ ყველაფერი ესე. ეს სანამ ეს კარი მიზანშეწონილი რომ გავაკეთოთ ეს. ერთი პორტი. საღებული ფულით ყოველთვის დავავითაროთ ეკონომიკა, ავაშენოთ ახალი რაღაცები.
ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ამ ექსირება. 25. სულ რაღაც 5 რეგიონია, ხო, მეტი არა. ბალტიისპირეთის ნაწილი. რაღაც ბალტიისპირელია, ხო, ესტონელი სავარაუდოდ. ესტონელების წინაპარი ის 99 და ესეც 100. შავთვალოთ მოვჩით. ტერიტორიები წავართვი. ოიდან ზღვა. ესებია. ეხლა დავისვენოთ ომებისგან. ჩემი მშობლიური მამული ვიღაცის ხელში რო გადავიდა. ეს საინტერესო. აბა ციხიდან წადით ეს წასასვლელები ხალხს გამოსასყიდის სანაცვლოდ. შენებული. რა ხდება ახლა? იმდან მოახლოთ ამი. ეს ტერიტორია მთლიანად დაგვიკავებია. ესა, ხო? მე უბრალოდ ვცდილობ, რომ შეიძლება მალე შევასრულო ეს დათქმა, რაც არის იმპერიის შესაქმნელად. შორის ის ტერიტორიებიც, რომლებიც შემადგენლობაში უნდა შემოვიდეს. ვცდილობ, რომ შეიძლება მალე დავიკავო რა. ამუშავობ 10000 მეომრით ძირითადად, რა მეტი შეკრება არც მინდა, არც არის საჭირო. მაქსიმუმ 10000 მეომრით. ამას დავხდეთ აქ გენერალურ ბრძოლაში. იქით გადავიდა უშველად თავს. ავყოთ. ხუთიათასიანი ჯარი შეუყრებია. ეხა ეს არ აღწდება. 6000 პლუს 5000 არ გვინდა მოდი გარისხვა მოცემულ შემთხვევაში. ამიტომ ეს კიდე აქუჩებს როგორც ხედავთ აქ რაღაცა დონის რესურსი. რომელთაც ცდილობს რომ რაღაცები იწვალოს. შეიძლება საფიფათოდ გადაიქცეს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ეს
საკვანძო ტერიტორიაში ჩაცომია ის დაიკავეს. ხა ავიღებ ჩვეულებრივ მე ისევ ამეცებს დავიწყებ. გავწმინდა ვამათგან. აი აქ უკვე შეიძლება რომ შვენიერი ის გენერალურ ბრძოლაში ამის 5000-იანი დიდი ძალებით დავამარცხო, ხო? თუ კარგად მივყვები უკან, აი შემოbrugდა. აუცილებლად დავამარცხებ. ამაში ორი აზრი არ არის. და გადავალისევ იქით. ხა უკვე. 100%-ია უკვე. წააგო. შეიძლება ითქვას წააგო. სამი 1000-იანი არმიაც გავუნადგუროთ. აგერ. დავიდეთ რაც შეიძლება სწრაფად. ოპს, მარშალი. მე 1000-იანი ცედ მივაყოლოთ 1300 კაცი. სარგლო არმიას შეუძლია ომი და მოგებაც ბრძოლის, მაგრამ სარგლს როცა ნიშნა აქვს დიდი ბონუსები შესაბამისად. შეეცადეთ ხოლმე რომ სარდალი ყავდეს ყოველთვის რა არის. მე რამდენიც უნდა დაგამარცხოთ უკვე, არ ვიცი. იყოს ჩემი რამიდის, ხო? აი, ახაც. დედაქალაქი ეს არის. მე მაშინ რა ვქნათ ახლა ჩვენ. ამის ზიფშეს დაკავებულია უკვე. რიგი პირების მიერ.
მისგან მივედით. ოპა, დავიკავეთ, კაია. და კლიმატიც და სტუმრი რომ კაცრი ადგილები, მაინც ავიღებთ, რა თქმა უნდა. დავიკავეთ. აი ესე, ამასაც სახით. ჯარის გამოყალის თავიც აღარ აქვს განადგურებულები არის ფაქტიურად. აი დავკმაყოფილეთ ახლა ბოლო იერიშიც დამორჩა. პრინციპში იმ ტიტულს უერთებ ამ ვიწევს, რომელიც ადრეთუბია ჩემი სიკვდილის მერე უნდა გავიდეს. და დასაბრუნებელი გახდეს რა. მაგრამ არა უშავ რა. აძარში შიგნით ავაშენოთ რაღაც. ალბათ სულ ვაგროვებ იმას რა. პრესტიჟი, სუნდერია ეგ საერთო ჯამში. ამიც დაიქნება თამაშის მოგება არ მოგება. ტერიტორიებიც და რა დიდი ის იყო აქ. ესე არ არის, რამდენად მე ტერიტორიას დაიკავებ, ამაზე არ არის რა. შეთანხმება გაკეთებული დეველოპერების მხრიდან. შესაბამისად აი ამას უფრო ექცევა. ვაკდება რა. აი საერთო თემას. რიცხვს. ორი 2023-1692. თუ არ უახლა ამას დავწყვეტ ისე ხო? 2K. ეს გვინდა ხო? თუ რა გვინდა? ეს ხო. და ამას გარდა ჩვენ შევკრიბოთ უკვე ჩვენი არმიებიც. და ვინც არის და არა, იმიტომ ეს ბრძოლა ნამდვილად მძიმე იქნება უკვე. რაღაც მე მგონი ცოტა მოიდგეს ის რა. მდგომარეობიდან გამოვიდნენ ნორვეგიელები. ყველა მოდით აქეთ. მაგრამ ჩვენც არანაკლები სულის კვეთება გვაქვს. ახალი ჟინით დაუწყებთ ისევ ნორვეგიელებს და შვედებს ომს. კონუნგებს. რა თქმა უნდა ყველა შეიძლება აქ.
ჯერჯერობით სხვა კაზუსები არ არის და ერთნაირად რო ეს ტერიტორია გავზარდო არ მოუცია რა არაფერი საერთოდ ისეთი კაზუსი რომ ერთნაირად ისეთი ომი დავიწყო რომ მთლიანად რაღაც დიდი ნაჭერი შევიერთო ხა ამ ტერიტორიების შესაბამისად აი ესე წვალობს რა ხან ერთს ვესხმითავს ხან მეორეს დანარჩენი ყველაფერი დავიწყებული მაქვს 4000 მემომარი შეუკვლიათ ახ ნახე რატო არ ატყობს ადგილიდან ამ 4000 მემომარს არ ვიცი მაგრამ საკმაოდ დიდი ძალა ყავთ თავმოყრილი იქ ეყო 7 ხო მოდი ახლა გადავიდეთ აბა გავანადგუროთ თუ შევძლებთ რა თქმა უნდა ამას თებშია და ახტილი პლუსი მაგრამ დავამარცხე მაინც გადავიდეთ აქეთაც აგერ იქ 2000 მემომარის სად მოქმედებს უნდა დავინახოთ კარგად ასენი განადგურდებიან ისე ძალიან უბრალოდ ისი წავიდა იქით ეს ძალიან ცუდად გილას მოყევი ეხლა მე მგონი დავმარცხლები კიდევ ვერ დამამარცხა მოკლედ კინის ტაქტიკით და ძლიერი დისციპლინით და კარგად აღჭურვილი არმია შევქმნია და რთულია ხოლმე მოცემულ ვითარებებში შევიდა დამარცხება საკმაოდ ხაუნა მივადგეთ ისე იქ ამ ადგილს თან მარცხენა ფლანგზე გენერალიც არ ამყო კიდევ მეორე სიტუაცია რომელიც ხედველობაშია მისაღები ჯერჯერობით 58% ერთი გენერალური აუცილებლად აი ამასთან მოსაგები მაქვს აი აგერ დავიწყეთ კიდეც თავისთვის მოსახერხებელ ადგილას შემხვდა ამის სასარგებლოდ მეტყველებს ორი ფაქტორი მაგრამ მაინც დამარცხდნენ ამან გაათავისუფლა ეს მაშინდელი ის დაკავებული სამაგიეროდ ესენი დამარცხდნენ ესენი ისე იქ გააგზელებენ იმ ერთი ადგილის გამაგრებას დავანებოთ თავი არ გვაინტერესებს ამოცემულ შემთხვევაში ეს ისე ავაზევი ჩრდილოეთით მაგრამ აი ესე დავიჯერ კიდე ერთხელ ესე 97 და 100 გებ აბა სამხედრო პოტენციალი ფაქტიურად განადგურებულია რა არაფერი აღარ აქვს დარჩენილი ისეთი სერიოზული ძალა რომ შემეწინააღმდეგო და სერიოზული წინააღმდეგობა გამიწია ეხლა რაც უფრო მეტ ტერიტორიას დავიკავებ ამასაც მით უფრო ჯარის გამოყვანაც გაუძნელდება ვეღარ გამოიყვანს ირლანდიური სამეფო შექმნილა ძლიერი მივესალმებით ერეს სამეფო და ბრიტანეთის იმპერიას ქმნის მერე აქედან ხო კაი ბატონო
ამ ადგილის აღებას ლამობენ ისევ რა თქმა უნდა და ისევ ხაფანგში დავიჭერ მე ამათ ეს ესე გავალადგურებ ხოლმე ნაწილ საპონი ცოდი დამეუვა უცუდია ახლა ვინ მოვიყვანეთ ჩვენ მოდია ეს ლეო სამასტაულო თაბა ალიანსი თულა ზირთად მოხთაბარებთან ემაშვები ხოლმე ამ ბოლო დროს ტეკენ ილი საინტერესო სახელი აქვს სახელი და გვარი მე ვიტყოდი ომის დასასრულებლად თითქმის ყველანაირი წინაპირობა არის, მაგრამ მხოლოდ მე გადავწყვეტავ, როდის იქნება საკმარისი. აუცილებლად. საკმარისი იქნება მაშინ, როდესაც აი ამ ყველა ადგილს გავძარცვალ და დავიყვავ და დავიკავებ. რაღაც სერიოზული აუშენებიათ თავის ციხეებით და რაღაცეებით. ამიტომ მოხს მუღამი ამის გაძარცვის. ის დაიკავეს ისევ. ავალ ისევ მივხედავ. სასახად ესეა რომ აღარ აქვს ახლა რა თავი ადამიანს მაშკარად რომ მისქნას წინააღმდეგობა გამიწიოს ხო ეს მოდი გვაყოს ახლა აღარ მინდა აი ესე რა შექმენიო კაი შევქმნათ ეს ტიტულით შევქმნათ აი ესე შემიძლია ბოლომდე რო შევქმნა. ანუ ზუპირებ გაუკეთო. საინტერესო. რა ხდება გვარდიას კოკრებიებენ თუ არა. ხავისთან ომით დავგავდეთ ამასთან ომით ხო? არა, ძრო არ გასულა ჯერ. საკმარისი დრო გასულა. ძალიან აქეთეს პატარა ტერიტორიები, სადაც არის ისინი ხო არ შევიერთოთ ბარემ. აი ეს მაგალითად, შევდირგი. 62. ამას ვერ უცხადებთ ომს. და დარჩა რა ეს ხო. ნუ ირლანდიელები და აქეთ ხარეს არა ვიკინგია. არა ტერიტორიას ამისას ვერ ვიერთებ. ესენი ყავდათ დასაქცევი ბოლომდე რომ მას მივაყოლო და ისინიც დავიყო.
ესენი ვინ არიან? რა ხდება? ეს ხო. მოდის დავიკავოთ ახლა. ყველანაირად ვცდილობ ხა მე რომ ვიჩქარო. იმიტომ მინდა რომ იმპერია მალე შევქმნა. წავედით. იდეაში მე შეიძლება უკვე ითქვას რომ იმპერია ვარ აქტიური ექსპანსიონისტი რა ჩემთან უკვე აღარ ხუმრობენ ხა ტერიტორიას რომელიც ჩრდილოეთში ხელამიწები მიკავია უკვე ახლა დიდი მნიშვნელობა პროცენტულად თვითონ აფასებს მე პროგრამას რა და ის დანარჩენი სახელმწიფოებიც რომლებიც ну ჩემი ახლა მარტო არ შევეშინდებათ ბიზანტიის იმპერიას იმას და იმას სახალიფოებს დიდ სახალიფო ერთიულებს ეს მართალია ძალიან დიდი ტერიტორიები დაკარგული აქვს, მაგრამ კიდე სერიოზული ძლიერი ტიპია რა. აი კიდე იბრძვის. ამბაცე ლაპარაკის ხო ზედმეტია და. ნუ ომეიადებიც აგერ ფაქტია სახეზე. აბასიდები პირიქით ადრე აბასიდებიც იშლებოდნენ ხოლმე კამპანიის დროს, მაგრამ ამას 45000 მეომარი ყავ რეგულარული უკვე და რა. რამის ნახევარი რუკა შეღება ტიპა. აი ბატონო, გავაგზავნოთ. ტიტულით შეიძლება შევქმნათ ეს რომელია ვლადიმირის სამეფო იქნება აქედან მერე დავიდოთ ეგ დავიდოთ აქეთ ნარჩენები ავიღოთ აქეთ ხარეს 27%-ზე მეტი არ მაქვს და წულთვალებიანი გავაკეთე? გენეტიკა თავისა შვება ხო? სუპროთ სოლის ხრიდან
პრინციპულად ამის ყველა ტერიტორია დაკავებული, მაგრამ 50%-ზე მეც არ მიშვებს. რისთვის არ ვიცი. რაღაცაში აქ კიდე საქმე, რაღაც სხვისთვის არ იბრძოლა. თუ რა ხდება. ალავდის კონსოლებია, სადღაც კონსოლებია ისეთი, რომელიც არ დამიკავებია. პირდაპირ რეისით წავედით. მე ხავაჩვენებ ამას მე. იმიტომ ამაგრებდა უფრო ამ ტერიტორიას რა. ალანდის კონსულები. ხო, და ტაძარიც გადმოვაჩი ამ ხელში. ერთხელ გავიმარჯვე გზა და გზა. აქ უკვე მოვიდა გადავწყვეტი მომენტი, რაღაცი განადგურების რა. განადგურდნენ. ესე კიდევ ერთხელ 90% მაინც საინტერესოა რატო რაღაც დავჭა ხო ეს დასაკავებელი კიდევ ერთი პატარა წრუთვალებიანი სენი საძაღლები იქნებიან, როგორ იზრდებიან. ტიტული იყოფა აქ ისევ, რა თქმა უნდა, ესეც მოხდებოდა. ავშავ რა. საერთოდ წავიდა, ისევ იქით იმის დასაკავებლად მიდის. ერთი რომ ყავდა მაშინ რა გავჩერებულიყავი მეტი ცოლი აღარ უნდა მომეყვა. ისე ვათი. ეს მიწებიც, მოდი ეს მიწები ახლა გადავცეთ ჩემ მეორე პატარა შვილს, ტახტზე ძირითად ტახტზე პრეტენზია ვეღარ გამოაცხადებს. ტვიანი. ესეც ხუა შვილი. ისიც ყავ ორი პატარა შვილი, ხო? ეხ მაწვირს გადავცეთ. დაი ამას. მოდი შენ, აგერ. ესე. კიდევ. აი ეს. არაფერი ისეთი ტიტული აღარ დაიკავებ ჯერჯერობით. მე ვნახოთ. არმია სულისლუს წინ. გავაგზავნოთ ახალი ბრძოლა დავიწყოთ. კიდე არ მაგზელებიებს. რაღაც დრო უნდა გავიდეს. აი ამათა კი მაშინ. ნიგრია.
ის დაკავება. პატარა იმის დაკავება. მოდი ეს დავიკავოთ და ეს იყოს ბოლო ბრძოლა ჯერჯერობით დღეს. გელოდებით ორი 1600 უკვე და სულისვლით წინ საკმაოდ ძელებს მოუყარეს ამათაც თავი და საინტერესო ბრძოლა იქნება ახლა ნამდვილად უკვე რა. საინტერესო რომელშიც დამარცხნე კიდე ერთხელ ესე. ჩემი ძალები კიდე მემატება. ამათვის ფაქტიურად ტაიფუნად ვიქეცი რა. ყველანაირი უბედურების წყაროთ. აღარ არიან ვიკინგები, არიან აბა ვიკინგები. ორ წელში ერთხელ გამოწერილი აქ ხოლმე მარბიელი ლაშქრობები. ეს ჩემთან მოდი, ჩემთან და ნახე როგორია. აჰა. დავიდეთ ისე ვაკეთ. საჯანყებულებმა რაღაცა ბევრი ტერიტორია დაიკავეს, ჩავახშოთ აჯანყება და რაღაცა ნაგავი. ჯვაროსნოი ლაშქრობად დაიწყეს, გამოაცხადეს უბრალოდ ჩემი მისამართით ისევ. წინა სერიებშიც გამოაცხადეს ეს, მაგრამ ტრაკი არა აქვს ჯერჯერობით აკეთ ჯვაროსნოი ლაშქრობის დაწყების და უკვე პრინციპში აღარც მეშინია. ეხლა უკვე აღარც. თulis ქრისტიანული სამყარო საკმაოდ მზარდი საფრთხე ვარ მაგასთვის. ამასობაში ეხლა მე მაინტერესებს ერთი რაღაც ფლოტი.
15 დრაკარი. არაფერი ზღვაში წვეთი. ვენეციის ნაირი ქვეყნისთვის სასაცილოდ არ ეყოფოდა საერთოდ. ციხიდან წავით, სადაც წასვლა გიდათ. გადახდით, რა თქმა უნდა, ბევრმა გადაიხადა. მოკლედ გვეყოფარა. დავიღალე უბრალოდ მართლა. ეს კიდე ერთი ტერიტორიის ნაწილი. ამ ტერიტორიების ნაწილიც ეს მეორე არ უნდა ესე Osa 13% უკვე ცოტა აღარ არის, ჩემ ბიზნესამდე რაღაც ბევრი აღარ მიგვია, ესე იგი. მოკლედ ხალხო დღეს დაგემშვიდობებით. უყურეთ ვიდეოს, იმედი ეს სიამოვნო იქნება. და მომდევნო ვიდეოს გადავიღებ ძალიან მალე. იმიტომ რომ ბოლოდინის პროცესი არ იყოს უსიამოვნო. ნელ-ნელა მივდივართ ფინალისკენ. დროებით დაგემშვიდობებით. ყველას გისურვებთ სულ მაგრაც და კარგად ყოფნას და მომავალ შეხვედრამდე დროებით.